მეგობრებო, თუ შეიძლება ყურადღება, ეხლა თუ შეიძლება აქ რაღაც მიმართული გოქნება და საქართველოს და ამერიკის დიდი დროშების გაშლაში რომ მოგვეხმარო. კარგი, მეგობრებო, ეხლა მეგობრებო, შეგვიძლია აქტივის გაშენება გავუაგდეთ. როგორც ამის ტექნიკში აი ამ მონაკვეთამდე რომ აქტიურად შეივიწყოთ ეს ადგილი და დროშების გავშალოთ. თუ შეიძლება მოგეხმაროთ. მეგობრებო, მოდით მოხალისეებინოთ დროშები გავშალოთ. ამერიკის და საქართველოს დროშები გვაქვს. ნაკადი ასე შემოვიდეს წრეზე და აიწესო შადრევის იქიდან ტერიტორია. ამერიკის დროშა ცოტა მარცხნივ ჩადით. მეგობრებო, აქეთ რო გახვიდეთ და აქეთ გავშალოთ. ცოტა მარცხნივ იქით წადით, მეგობრებო, შევახედეთ. ამერიკის დროშა ცოტა უკან ჩადით, უკან. იქით. მეგობრებო, საქართველოს დროშის ხორზე რო დააყენოთ. ესე რა, საქართველოს დროშის ხორზე და პური დამიჯდა და იცოდეთ გვანთა რავი ხა. იქეთ დავიქნები და როგორც ხედავთ, აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები მეგობრებო, სანამ დიდო საფრთხეზე გადავალ, აუცილებლად უნდა ითქვას, ამ რეჟიმის მიერ გადადგმული ძალიან დიდი კაპიტი, რომელიც გუშინ დაანონსეს, გუშინ დასკვნა რომ ამ რეჟიმის ემიგრანტები ეზიდება, ამ რეჟიმის სურვილია რომ ის ხალხი გადააგდეს და უბრალოდ ეს ადამიანები გამერენ დარენ საქმეა გახდეს ემიგრანტი. ამიტომაც დაანონსეს ძალიან დიდი ინიციატივა, რომელიც სულ დიდ ჩამოსაგრად აუტორიტარულ დიდი დიქტატურულ რეჟიმებს აქვს. ერთადერთი გამშვიდობია ეს არის წინააღმდეგობა, ეს წინააღმდეგობა უნდა იყოს აუცილებლად დატი. სხვა მექანიზმი ჩვენ ამით დაგაგვაჩნია. ამიტომ და ვერ ხდება რომ საერთაშორისო ხალხთა იქნება მხოლოდ მაშინ, თუ შედარებით მრავალი ხალხი დეცის დოებია შაშმო, მაგრამ გამიმეორებ კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის აქციის მონაწილეებმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დროშები გაშალეს. ხანდაჭერა დაიქნება დაბეჭდა. ამიტომ ეს უძრაო არის ორმხრივი. როცა ხედავენ ხანდაჭერას, ზეწოლა უფრო იზრდება. შევა აღარა სხვა მოქმედების წლიანად საკუთარი მანევრის განხორციელების საშუალება მაჩვენებს. ეს გამოგვეხმაურა აი ამ შედეგაში გზომიარე რუსი ოლიგარქი კელის ბიჭი, რომელსაც პრემიერ-მინისტრს ეძახიან და უკვე 50-დან 50 კაცი ავსულად ისიც ვერ გამოგვიცხადა. ანუ მათი საზოგადოებითაც უკვე გზნობენ რომ ეს პროტესტი ისევ ახალი ტალღა დაიწყო და უფრო მზარდი იქნება. და უკვე ჯერჯერობით ვერ მოიწიქრეს ის მექანიზმი, რა დაგვიგვირისპიროს. რაც შეეხება დღევანდელი მარშის წინააღმდეგ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთან მეგობრობას,
საქართველოს მასვე რაც დამოუკიდებელი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა იყო უდიდესი, ჩვენ გქონდა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება. სტრატეგიული შეთანხმება თანამშრომლობის, რომელიც ფაქტობრივად შეჩერებულია და გეოპოლიტიკური სურათი ძალიან იცვლება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ძალიან მაძლიერებად იმ მხარდაჭერის, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უტევდა და ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მხარდაჭერა შემდგომში გაგრძელდება, იმიტომ რომ ქართულ ხალხს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ამ ზონაში ნამდვილად სჭირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ჩვენი მეგობარი კონგრესმენების მიერ იყო და ინიციირებული ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში იყო მეგობარი აქტი, რომლის მიღების ჩაგდებაზეც მუშაობს ქართული ოცნების რეჟიმის ლობისტები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, კონგრესი, ყველა ხალხი ხედავდეს, რომ ქართული ხალხი აგრძელებს ბრძოლას და ქართული ხალხი ძალიან მადლიერია იმ მხარდაჭერას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში უტევდა საქართველოს. ეხლა მე მინდა ჩვენ მეგობარს იმედვარია, რომ იმათმა გააკეთოს ინგლისურ ენაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. როდის გიხდით, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ენაზე სიტყვას და საერთაშორისო მედიების ყურადღებას მივიდეს ეს ჩვენი განცხადება. Today, we gather as citizens of Georgia and defenders of freedom. Right now, in the small but proud nation of Georgia, our people are standing in the streets to protect their democracy from the growing autocracy of the Georgian Dream government. We face intimidation, violence, and a systematic attempt to pull Georgia away from its Euro-Atlantic future, a future chosen by the people of Georgia again and again. Georgia has always looked to the United States as a partner and a friend. And today, we urgently ask America to stand with us. We call on the U.S. Congress, Republicans and Democrats, and on President Donald Trump to support the people of Georgia in their fight for freedom. This is not about politics. This is about human dignity and the right of a nation to choose its own path. The Megabari Act is a crucial step. Megabari means friend in Georgia, and this act is exactly that, a promise of friendship. It defends Georgia's independence, supports civil society, and sends a clear message to those who try to silence our people. The free world will not look away. Today, we raise our voices so that the voices of not only in Tbilisi, but in every city and village of Georgia will not stand alone. Georgia has chosen freedom. Georgia has chosen the West. And together with our American friends, we will protect our democracy, our future, and our right to live free. God bless America. God bless Sakartvelo. საქართველოს მადლობა ნინოს ამ შესანიშნავი მიმართვისთვის. ეთის შედახილებით საჭიროა მეგობრებო. საქართველოს ამერიკის მეგობრობას გაუმართ! 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 ჩვენ დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები იყვნენ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერები, ეს მხარდაჭერა მომავალში გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი მხრივ ქართველი ხალხი ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისათვის და არ ვნებდებით და არ ვეხვდებით ამ რუსულ რეჟიმს. Ვის რუსული რეჟიმი? Ვის რუსული რეჟიმი? Ვის რუსული დიქტატურა? თავისუფლება რეჟიმის ქვეშ! თავისუფლება რეჟიმის ქვეშ!
თავისუფლება რეჟიმის ყველ. მეგობრებო, ეხლა ამ იმართვის მერე ჩვენ შეგვიძლია ეს დროშები გავკეთოთ და ტრადიციულად პატარა ვიწრო ქუჩებზე ჩვენ ტრადიციის მიხედვით გავაგზავნოთ მარში და გავაგონოთ ჩვენს ამ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ რომ ბრძოლა გრძელდება და არ მივცეთ ამ რეჟიმს ამ რეჟიმის ნორმალიზაციის საშუალება. თქვენ უყურებთ მიმართვას ამერიკისკენ, ჯერ აქციის მონაწილეებმა მათ მიმართეს ქართულად, შემდეგ კი ინგლისურად. მათი საუბრის მეგობრის აქტზე და თუ როგორ სურთ მეგობრებო, ეხა ვლელობას ვაგზავნებ პირდაპირ, ევქოთ რომ გადასწრაფი ინსტრუმენტები დაიძებს, მერე მანერი და ნელა-ნელა ყველაფერი Let's go.
საბას ქუჩაზე გადმოინაცვლა. მსვლელობა გრძელდება. მონაწილეების მსვლელობა გრძელდება რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე. და ისინი უკვე გადმოვიდნენ. მსვლელობა მზაზე გადმოინაცვლა. აქ ნეტგაზეთის ლაივი შეწყდება. თქვენ შეგიძლიათ განახლებული ინფორმაცია იხილოთ ჩვენს Facebook და Instagram გვერდების თორებში, სადაც განახლდება აუცილებლად ინფორმაცია. აქ დაგემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურებდით.